საღამო მშვიდობის ჩემ გაჩეჩილთმებს ნუ შეიჩნევთ, იმიტომ რომ ძალიან გამეზარდა თმები და ესე იგი რაც თმა შევიჭერი იმის მერე ვისმევ სპეციალური მაზი ვიყიდე, რომელიც თმას აძლევს ყულულა ეფექტს რა. ხო და რაც თმა შევიჭერი იმის მერე ყოველთვის ესე მაქვს წინ ჩოლკები. ლამაზად რომ დავიკულულავებ, ძალიან კარგია, მაგრამ ეხლა ძალიან გაიზარდა და უკვე ზედმეტად დიდია და გვერდზე გადაწევაც აღარ მინდა. იმიტომ რომ სულაც მაზი რომც აღარ წავისვა, უკვე ჩემი თმები დაკულულავდა. იმ მაზმა იმხელა ეფექტი მიცა თმას, რომ უკვე ესე ვთქვათ, თითქმის სულ ყულულად გამოიყურება რა თმა. ხო და არ მინდა რომ ისევ გვერდით გადაწევას მივაჩვიო თმები, იმიტომ რომ ჩემს სახეს არ უხდება ეს გვერდით გადაწეული თმა. მე ესე ვფიქრობ. ხო და ეხლა ძალიან დამეზარა თმის გაკეთება და ფორმაში მოყვანა თან ვიდეოს ჩაწერასაც არ ვაპირებდი. მაგრამ მინდა მოგიყვეთ რაღაცეები. ესე იგი დღეს ისე მშვიდად ვარ, ისე გემრიელად ვარ, ანუ ვისვენებ სამსახურიდან და დღევანდელი დასვენების დღე რომ სასიამოვნოდ გაიწელა, ნეტა ყოველი დასვენების დღე ეგრე იყოს. ზოგჯერ ძალიან უცებ გარბის ხოლმე დასვენების დღე, ისე რომ ვერც ვისვენებთ. ხო და დღეს ძილის მეტი არაფერი არ მიკეთებია და ზოგჯერ საჭიროა ძალიან დიდხანს ძილი. ანუ ადამიანს ხოლმე ყოფნის 8 საათი ძილი და მე 10 საათიც არ მყოფნის. თითქმის სულ მძინავს ხოლმე 10 საათი, მაგრამ არ მყოფნის. ხო და ეხლა ძალიან რაღაცნაირად ვარ რა, ანუ თითქოს რაღაცა რო გაკლია. ეგრე ვარ რაღაცნაირად რა და არ ვიცი რა მაკლია. ხო და მოკლედ დაახლოებით 1-2 თვის წინ ვიყიდე 2026 წლის წიგნაკი რა, ესე ვთქვათ, სადაც პირველი რიცხვიდან დაწყებული თარიღები არის ჩამონათვალი, რომ ყოველ დღე გააკეთო ჩანაწერები რა. ხო და რატომღაც ძალიან ველოდებოდი ახალი წლის მოსვლას, რომ მეთქი ბარემ მოდი ახალი წელი მოვიდეს და ახალი წლიდან დავიწყებ დღიურის გაკეთებას თქო და იმ თარიღებს მივყვები თქო და ჩანაწერებს ვაწარმოებ თქო. ხო და მოვიდა ახალი წელი და სადღაც 2 რიცხვში დავიწყე უკვე დღიურის წერა, მაგრამ მივხვდი რომ ამ თარიღებში ვერ ჩავეტევი, იმიტომ რომ ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ იმაზე მეტი გინდა წერო, ვიდრე ადგილია ფურცელში, ასე რომ მივყევი და პირდაპირ როცა ვიწყებ წერას, ვათარიღებ ჩემს ჩანაწერს და აი ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა რა ამ ჩანაწერის გაკეთება, იმიტომ რომ ეხლა არ ვიცი თუ ვიპოვი. ვნახე ჩემი 2003 წლის წინან 2003 რაღა იყო და 2023 წლის წინანდელი დღიური და ძალიან ცოტა რაღაცა მაქვს დაწერილი და მივხვდი რომ რა კარგია როცა წლების შემდეგ როცა საკუთარ თავზე წერ და როცა წლების შემდეგ წაიკითხავ ამ ჩანაწერს და მიხვდები ანუ უფრო უკეთ გაგახსენდება ის ძველი დრო და მიხვდები რა გზა გაიარე და ესე ვთქვათ ძალიან ბევრ რაღაცა გაგახსენდება შენ თავზე და ძალიან სასიამოვნოა როცა კითხულობ რა ძველ ჩანაწერებს. აქ არაფერი არ მიწერია, ძირითადად აქ წერდი ჩემს დაწერილ ლექსებს, რომ შენახულიყო, მაგრამ ლექსებს ბავშვობაში ვწერდი. აღარ გამიგრძელებია ლექსების წერა, უკვე რამდენი ხანია აღარ დამიწერია ლექსები და მე რაღაცა ახალი წლის პერიოდში გავაკეთე ჩანაწერი და მინდა რომ ეხლა თქვენთან ერთად გადავხედო ამ ჩანაწერს. მე თვითონ აღარ მახსოვს უკვე რეები მიწერია. ეს ლამაზი დღიური მაჩუქა ჩემმა საყვარელმა ნათესავმა მაკამ, რათა დამეწერა ჩემი ლექსები. მადლობა მაკა. აბა რეები მიწერია ერთი, აბა. ხო, ნუ აქ ესენი მიწერია ლექსები. წერილი თოვლის ბაბუას და ანუ სიცილის გამომხატველი წარწერა 2021. რა უცებ გარბის დრო
თოვლის ბაბუა მინდა მომიტანოს წარმატებებით ახსოვსე ბედნიერი წელი, მინდა 2021 წელი ყველასთვის კარგად დასამახსოვრებელი წელი იყოს. ანუ 2020 წლის მიწურულს დავწერე ეს ტექსტი ხალხო. ანუ 5 წელი გავიდა მეტი. სახალხო გეგმები 2021 წელს. ვიყიდი ბრჭყვიალა ფერად ფურცლებს, ვიყიდი თეთრ პოლინიზატორს, ვიყიდი საახალწლო ფერად ნათურას, ვიყიდი წებოს ფერად ფურცლებს, ავიღებ პატარა მაგიდას, რომელსაც გავაფორმებ, დავაფენ ბამბას თოვლის ეფექტისთვის, ჩავდგავ პატარა ქოხს, რომელიც იქნება მუყაოსი, შემდეგ გვერდით მივუდგავ ბრჭყვიალა ფურცლებისგან გაკეთებულ ნაძვის ხეს, მოვჭრი ხის ტოტებს, შევღებავ პოლინიზატორით და ჩავდგავ მაგიდაში, შემდეგ ქაღალდით ან ტოტებით მოვღობავ მთლიან მაგიდას და საახალწლო ნათურებით გავაფორმებ მთელს მაგიდას, ასევე ხის ტოტებზე დავკიდებ ნაძვის ხის პატარა სათამაშოებს. გაგრძელება იქნება. გიჟდები, რა გაგრძელება იქნება, აღარ არის. სულ ეს არის. მეტი არაფერი არ მიწერია ამ წიგნაკში. ანუ არ არსებობს ძალიან საყვარლობა. ხო და მოკლედ დავიწყე 2026 წელსაც დღიურის წერა და პირველ რიგში დღიურის წერის ასევე ძალიან მთავარი მიზანი არის ის, რომ წერა მეზარება. რამდენი ხანია კალიგრაფიაზე ზედმეტია საუბარი, საშინელი კალიგრაფია მაქვს და პლუს ამას წერა მეზარება რა. და დღიურით პირველ რიგში მივაჩვევი წერას და ასევე ძალიან კარგია, როცა ძალიან ისეთი განვითარების, სწრაფი ნაბიჯებით განვითარების ეტაპზე ვარ, ესე ვთქვათ, შეიძლება მე კი მეჩვენება, რომ ძალიან ნელა ვითარდები და უფრო სწრაფად მინდა, რომ რაღაცებს მივაღწიო, მაგრამ ეგრე ვერ ხდება, თუმცა მაინც ესე თუ ისე შეიძლება ითქვას, რომ სწრაფი ნაბიჯებით ვითარდები. ხო და დავიწყე დღიურის წერა და მოკლედ როცა ბევრი რაღაცის წაღება მინდა ხოლმე სამსახურში ყოველთვის ძალიან ხშირად დამაქვს ჩანთა. ზურგ ჩანთას ვიკიდებ და თუ რამის წაღება მინდა ზურგ ჩანთით მიმაქვს. ეხლა გაციებული ვიყავი, ჯერაც ვერ გამოვედი. ცხვირი მაქვს, აი ეს მთლიანად დასიებული და აი თითსაც რო ვიდებ მტკივა რა. სისველე რო გაქვს ცხვირში და სალფეტკს რო ვერ იკარებ, ისეთი მტკივა. ძალიან საშინელი შეგრძნებაა და პლუს ამას ტუჩები გამხმარი, დამსკდარი და მოკლედ მოვიკიდე ჩანთა და წავიღე წამლები და რაღაცეები რა. ჩავალაგე ჩანთაში. და დღიურიც ჩანთაში ჩავდე, რომ მეთქი სამსახურში თუ ხასიათზე ვიქნები, რამე ჩანაწერს გავაკეთებ თქო და გუშინ ხო იყო შობა. და სამსახურიდან დავაპირე პირდაპირ სამების ტაძარში გასვლა, რომ ღამისთევას დავსწრებოდი და ჩანთის ტარება ძალიან დამეზარა, თან მეთქი ტაძარში ჩანთით ხო არ ვივლი თქო და დავტოვე სამსახურში და გადავხედე ახლა ჩანთას და მეთქი რამე ისეთი ხო არ არის თქო, ანუ ხო ვიცოდი რომ მეორე დღეს ვისვენებდი და ჩანთა სამსახურში მექნებოდა და არა სახლში და მეთქი რამე ისეთი ხო არ არის ჩანთაში თქო, რაც დამჭირდება თქო რა, რომ ჯიბით წამეღო. გადავხედე და მეთქი ახლა ისეთი არაფერი წამლები სახლში მაქვს. ისედაც სახლშიც მაქვს თქო და არ მჭირდება თქო და ნუ ეს ჩანთა ყველაფრით რაც შიგნით ელაგა დავტოვე სამსახურში და დღეს გამახსენდა რომ რაღაცა თავი ცოტა ცუდად ვიგრძენი მოთენთილად და მეთქი სიცხეს გავიზომავ თქო და მივხვდი რომ თერმომეტრი ჩანთაში მიდევს, რომელიც სამსახურშია და ასევე ახლა ძალიან აი რაღაცნაირად ვარ რა, უკვე რამოდენიმე საათია, რომ რაღაცა სიცარიელე და რაღაცის დანაკლისი რო გაქვს რა, რაღაცის გაკეთება რო გინდა. და მეთქი ახლა დავჯდები, შტატივს დავიდგავ, ლაივს ჩავრთავ, გათბობას დავიდგავ წინ და თან დღიურს
ვაწარმოებთქო, ანუ ჩანაწერს გავაკეთებთ, ან ლაივში ჩავრთავთქო და დროსაც გავიყვან სასიამოვნოდ თქო და გამახსენდა, რომ დღიური თავისი პასტით მიდევს ჩანთაში. და ეხლა მივხვდი, რომ თურმე რამდენი რამე დამიტოვებია სამსახურში რა. ნეტა წამომეყო ის ჩანთაც თქო, მაგრამ არა უშავს. დღევანდელ დღესაც გადავაგორებ დღიურის გარეშე. ანუ ზოგადად წერა ისეთი რაღაცაა ჩემთვის, რომ ყოველდღიურად ვერ ვწერ, ანუ მეზარება. იმიტომ რომ დღიურს რო დაუჩდები, შეიძლება იფიქრო, რომ მარტო ამას ჩავწერ, მაგრამ როცა წერ პროცესში გახსენდება, რომ თურმე რამდენი რაღაც არის დასაწერი. და ეხლაც რო დამეწყო წერა, კაი ხანი ვერ გავჩერდებოდი და მოკლედ დღიური არ მაქვს აქ და სხვა დღიურში არ მინდა რომ ჩავწერო. ის დღიური, იმ დღიურში მინდა რომ ვწერო მარტო და მოკლედ ძალიან საინტერესოა. წარმოიდგინეთ ეხლა გუშინდელი დღესავით მახსოვს, რომ ჩემ მანათესავმა ის დღიური მაჩუქა და რო გავხსენი, აქ კი აწერია 2019, მაგრამ რო გავხსენი, თქვენ წარმოიდგინეთ 2020 წლის ბოლოს დამიწყია თურმე ამ დღიურში რაღაცების ჩაწერა. დიდი არაფერი არ მაქვს დაწერილი რატომღაც. მაგრამ ანუ წარმოიდგინეთ რა საყვარლობა იქნება, რომ იმ დღიურში რაც ეხლა ხანს ვიყიდე, წერ ჩემ შესახებ ისეთ რაღაცეებს რა, მნიშვნელოვან რაღაცეებს. თუნდაც სად მუშაობ, რა არის ჩემი ოცნება, რას ვაკეთებ ამ ოცნების მისაღწევად, ესე ვთქვათ და წარმოიდგინეთ, როცა წლების შემდეგ წაიკითხავ, მივხვდები, რომ აი თურმე ანუ რა გქონდა წლების წინ ოცნებაც და აიხდინე თუ არა ეგ ოცნება და რა შრომა ჩადე იმისთვის, რომ ეგ ოცნება აგეხდინა და რა მოიმოქმედე. მოკლედ ძალიან სასიამოვნოა რა. და დღესაც რადგან ძალიან ისეთი დღე იყო, აი რაღაცნაირი სიტყვებით ვერ ავღწერ. უკვე 12 საათია თითქმის ღამის და გაიარა დღევანდელმა დღემ, მაგრამ ისე სასიამოვნოდ გაიარა, რომ ხვალ სამსახურში ვიქნები დასვენებული, გამოძინებული, იმიტომ რომ დღესაც კარგად მეძინა. ამ საღამოსაც როგორც სამუშაო დღეებში ვიძინებ 2-ზე, 3-ზე, ისე არ დავიძინებ. დღესაც ცოტა ადრე დავიძინებ. და არ ვიცი, ჯერ გითხრათ თუ არა. სიმართლე გითხრათ, დედაჩემისთვისაც არ მithქვამს. დედაჩემს ველაპარაკე, რა ვიცი, ალბათ 1-40 წუთი ვესაუბრე და დედაჩემისთვისაც არ მithქვამს ის, რაზეც ეხლა მინდა რომ გესაუბროთ. ხო და რავი, მოკლედ ცოტა ხანს კიდევ გესაუბრებით და აბა რას ფიქრობთ და მიიწერეთ კომენტარებში. არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ, მაგრამ როცა რაღაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როცა რაღაცის მიღწევა ძალიან გინდა, ფიქრობ, რომ გააქვს უდიდესი мотиваცია იმისთვის, რომ ეგ რაღაც გააკეთო, მაგ რაღაცას რომ მიაღწიო და შესაბამისად, რავი, ვფიქრობ, რომ შევძლებ და მოვახერხებ რა. არ ვიცი, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღო. შეიძლება არ ავიღო. ანუ 100%-ით არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ფულს მე არ ვიხდი. ვინაიდან და რადგანაც უნივერსიტეტში თანხა შემაქვს ერთიანად. დედაჩემი მიხდის ყოველთვის სწავლის გადასახადს და სამწუხაროდ ეს ბოლო პერიოდია, თქვენთან რა მაქვს დასამალი და ეს ბოლო პერიოდია, საერთოდ ვერ ვახერხებდი უნივერსიტეტში ხშირად სიარულს და საგანით შემეტენა, ესე ვთქვათ. არის საგნები, სადაც კარგი ქულები ავიღე, არის საგანი, რომელიც შემეტენა და რადგანაც ვერ ვახერხებ უნივერსიტეტში სიარულს და რადგანაც ამ ხელაფულს ვიხდი, ვფიქრობ აკადემიური ავიღო.
თან რატომღაც მგონია, რომ დიდად ეს უნივერსიტეტი ვერ გამომადგება, რის გამოც თავს ვიკავებდი იყო ის, რომ გაცვლითი პროგრამით მინდოდა წასვლა იტალიაში, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის და რაღაცა ეგეთი სამართალის პროგრამებზე აქვთ ეგ შეთავაზება და ფსიქოლოგიის პროგრამაზე აქვთ გაცვლითი პროგრამა, სადღაც ძალიან ისეთ ქვეყანაში, სადაც არ მსურს წასვლა. ასე რომ შეიძლება აკადემიური ავიღო და რაც ყველაზე მეტად მინდა წელს არის ის, რომ ფიქრობ ვიმუშაო ორ სამსახურში. იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან ბევრი ოცნებები და მიზნები გაგვაჩნია, მით უმეტეს ახალგაზრდებს და ძალიან რთულია თან რომ ქირით ცხოვრობ, თან ქირის გადასახადს რო იხდი. თან პლუს ამას ახალგაზრდა ხარ, რაღაცა იმაზე მეტი მოთხოვნილებები გაქვს, ვიდრე ვთქვათ მოხუც, ხო? ჩაცმა, დახურვა, რაღაცა ელემენტარული გართობა გინდა, სადმე წასვლა, გასვლა, სეირნობა, რაღაცა ჭამა, სმა და ერთი სამსახურის შემოსავალი თვიდან თვემდეც კი ძლივს მყოფნის რა, აი ბოლო 10 წარმოიდგინეთ 30 დღეა სულ 31 მაქსიმუმ და ბოლო 10 დღე რო უკვე ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ აი ხელფასამდე ნეტა მეყოფოდეს ეგ ფული, აი ეგ არის ძალიან რთული რა. არადა ძალიან დიდი დრო და ენერგია მიდის სამსახურში და ფიქრობ დავიწყო ორ სამსახურში მუშაობა. თან გადავლახე უკვე ის პერიოდი, რომ სიახლეების დიდად აღარ მეშინია. ყველაფერი უნდა ცადო, მოგეწონება დარჩები, არ მოგეწონება წამოხვალ უარსიტყვი, არ გამოგივა, არ დანებდები, იმიტომ რომ შეცდომებზე ვსწავლობთ ადამიანები და დღეს ვიყავი მაკდონალდის გასაუბრებაზე. და ზოგადად არ ვიცი ყოველთვის ეგრე რატომ ემართება, რომ ეგეთ მნიშვნელოვან სიტუაციებში ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან ისეთი მოულოდნელობები და უსიამოვნებები მემთხვევა ხოლმე და მოკლედ დღეს 5-ზე მქონდა გასაუბრება და 4-მდე ვერავე გდელო გინიდან, 4-მდე ვიწექი მეძინა. თან გუში ღამის თევაზე ვიყავი ისა და ძალიან გვიან დავწექი. და ავდექი ყავა დავლიე და ზუსტად 20 უკლდა 5-ს გამოვიძახე ტაქსი და სადღაც 10 რო უკლდა გავედი სახლიდან და ვიყავი მაკდონალდსში გასაუბრებაზე. ღამისმენა მიუთითე სპეციალურად, რომ სურს ღამისმენაში მუშაობა და ვფიქრობ, რომ ჩემს სამსახურთან ერთად ვიმუშაო სადმე მაკდონალდსში, არ ვიცი რამდენად მოვახერხებ მუშაობას, მაგრამ ვცდი აუცილებლად და ამიტომ არ მინდოდა ამაზე საუბარი, დედაჩემისთვისაც კი არ მithქვამს, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად გამომივა და როცა რაღაც გამოგივა და იცი რომ გამოგივიდა, მერე სჯობს ხოლმე საუბარი და მით უმეტეს ხალხისთვის გაზიარება. იმიტომ რომ ასევე მივხვდი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები შენი ცხოვრების, ის რაც ძალიან გახარებს და გაბედნიერებს, ყველას არ უნდა გაუზიარო. იმიტომ რომ დიდად არავის არ უხარია შენი ბედნიერება და მით უმეტეს ბოროტ ხალხს დაშურია, ხალხსაც რა გამოლევს და ძალიან ესეთი სამწუხაროა, რომ შენთვის უნდა შეინახო რა, მხოლოდ ძვირფას ადამიანებს უნდა მოუყვე და არ არის საჭირო, რომ ყველას ყველაფერი გაუზიარო. ხო და ჩავჯექი ტაქსში, წავედი, მივედი მაკდონალდსში და ესე ვთქვათ, ბარათზე საერთოდ თანხა არ მქონდა, მით უმეტეს ახალი წლები იყო და მით უმეტეს თვის ბოლოა და საერთოდ ძალიან ისე ვარ, როგორ გითხრათ, ჩარჩოში ვარ რა, ჩამჯდარი და ძალიან ბევრ რაღაცაზე რომ თვალს ხუჭავ და იმაშვები. ეგრე ვარ და მივედი მაკდონალდსში და მოკლედ ქეშით გადახდა მქონდა გეგმაში. თუმცა ტაქსი რო გამოვიძახე, აღარ დავკვირვები ვარ, ბარათი რომ მქონდა მიბმული, ეგრევე ბარათით გადაიხადა და გზაში აგდებს რომ გადახდა უარყოფილიაო რა. მძღოლის ტელეფონში გავიგე ეგ ხმა და
მეთქი ბარათი მქონდა მიბმული თქო ბარათზე თანხა არ მაქვს ქეშით გადახდა მქონდა ისედაც გეგმაში თქოდა ხო ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა თუ გინდა ქეშით გადაიხადეო და რომ მივედით ვაძლევ 20 ლარს და აუ ამის ხურდა რა მაქონდა რა ვქნათ რა აღარ ვცადეთ და ბოლოს გადმოვარიცხიე ნაცნობს 10 ლარი და მივეცი ტაქს მივეცი კი არა და გადაურიცხე შევედი მაკდონალდსში 20-25 წუთით დაგვიანებით და გამარჯობა მეთქი გასაუბრებაზე ვარ მოსული თქო და დარწმუნებული ხართო რომ ამ ფილიალში ხართ დაბარებულიო და მეთქი ხო კახეთის გზატკეცილის ფილიალი ეს არის თქო და სავარაუდოდ მეორე ფილიალში დაგიბარესო გადავრეკავ და გავარკვევთ მაინცო და კი ბატონო იქ ხართო დაბარებულიო და ესაო რა ქვია იჩქარეთო რომ 6-მდე არიანო და რომ მოასწროთო რა ხო და მეთქი რა მისამართზე ეგ ფილიალი რომ მითხრათ თქო და ესაო რა ქვია East Point-ის წინ არისო მიწისქვეშეთი გადახვალთო და პირდაპირ East Point-ის მოპირდაპირედ არისო გზის იქეთა მხარესო რა ეგ ფილიალიო და გავედი ამ ბაკიდან და უკვე ნახევარი უკლია რა 35 წუთი უკლია უკვე 6 და სად ვარ არ ვიცი ანუ ძალიან საშინელ ადგილას იყო რა მთლიანად არის გზატკეცილი გზა, სადაც მანქანები დადიან მარტო მეტი არაფერი არ ხდება მიყრუებულში სადღაც ხო და გაჩერება ვნახე იქ ისიც არ ვიცი თან გაჩერებაზე ის არ არის ავტობუსის ნომრების ჩამონათვალი და რაღაცა ისიც არ ვიცი რას გავყვე სად მიდის როგორ მიდის და მე მაპში ვნახე რომ ძალიან ახლოს ყოფილა ესა East Point-ი და 2 კილომეტრში და რაღაცაში 2 კილომეტრი ნახევარში და ჩავჯექი ავტობუსში და East Point-თან ჩამოვედი რა გადავედი გზის იქეთა მხარეს გავიარე გასაუბრება და ხვალ ვიწყებ ორდღიან საცდელ პერიოდს რა ანუ 2 დღე მუშაობ და ამ 2 დღის მერე იღებ გადაწყვეტილებას გსურს თუ არა მუშაობა მერე გადიხარ 2 კვირიან ტრენინგს ვფიქრობ რომ ამდენი საჭირო არ არის მაგრამ სამწუხაროდ ეგრეა ანუ 2 დღე ხო მუშაობ პლუს ამას 2 კვირა ტრენინგს გადიხარ და უკვე მერე იწყებ ხელფასზე მუშაობას და ეგ არის ჩემთვის ცოტა მიუღებელი მაკდონალდსში ადრეც ვიყავი და სიმართლე გითხრათ ერთ დღეში გამოვიქეცი იმიტომ რომ და ვერ წარმოვიდგენდი თუ მეორედაც მივიდოდი იმიტომ რომ რავი ძალიან დატვირთული მუშაობაა და ძალიან სუფეხზე დგახარ და სულ მოძრაობაში ხარ მაგრამ რატომღაც მაინც გადავწყვიტე რომ გავუმკლავდები აუცილებლად და ხვალ თან ეს 2 დღე იმ სამსახურშიც უნდა ვიარო ამ სამსახურშიც უნდა ვიარო უნივერსიტეტი 20 რიცხვამდე არ მაქვს ახალ სამსახურში თავი უნდა გავიправო იმით რომ უნივერსიტეტი მაქვს და ვთქვათ დილის სმენაში ვერ მოვალ ასე რომ მაკდონალდის ჩემი რომელიმე თანამშრომელი ან მენეჯერი თუ უყურებს ამ ვიდეოს მაპატიე ისიც არ მithქვამს რომ სპარში ვმუშაობ ანუ მუშაობდი თქო რა ჩემი პირველი და ბოლო სამსახური იყო თქო ეგა თქო რა იყო თქო არის კი არა ხო და რამდენად მოახერხებ არ ვიცი რა მაგრამ მართლა ძალიან მინდა რაღაცეები რომ მოხდეს ჩემ ცხოვრებაში 2026 წელს ისე რომ ჩემით შევძლო ამის მოხდენა რა და შესაბამისად მჭირდება ფინანსები და ამიტომ გადავწყვიტე ესე მოქცეულიყავი და მოკლედ ხვალ მაკდონალდსში მივდივარ ზეგაც და ვნახოთ ეს 2 დღე თუ არ გამიჭირდა მე უკვე გადავალ 2 კვირიან ტრენინგზე ღამე რატომღაც ძალიან ენერგიულად ვარ აი სამსახურიდანაც რომ მოვდივარ წესით ხო დაღლილი უნდა ვიყო და რაღაცა მაგრამ ვფიქრობ რომ ღამე ენერგიული ვარ ესე ვთქვათ და მოვახერხებ ღამის სვენაში მუშაობას ვიცი რომ ძალიან საშინელებაა ღამის თენება ვიცი რომ მით უმეტეს ღამის სვენაში და პლუს მეორე სამსახურში მუშაობა ძალიან რთულია მაგრამ მე ვფიქრობ რომ მოვახერხებ
ორ დღეში დაგიბრუნდებით ისევ ესეთი სახით. ხო და რავი რა, მოკლედ ამ ამბის მოყოლა მინდოდა თქვენთვის და ნახოთ რა და როგორ იქნება. ასე რომ წავედი ახლა გასაუბრებიდან რომ მოვედი იმის მერე საჭმელი ვჭამე, ჩაი დავლიე და იმის მერე წევარ, მეტი არაფერი არ მიკეთებია. ეხა დასაბანად მინდა შესვლა აბანოში, უკვე რამდენი საათია, მაგრამ ეგეც მეზარება და ლოგინიდან ვერ წამოვყავი თავი. როგორც იქნა წამოვყავი თავი ლოგინიდან და მერე რადგან დღიური არ მქონდა, გადავწყვიტე ლოგის ჩაწერა და 25 წუთი ისე გავიდა ამასობაში, ვერც კი გავიგე. ხო და წავედი ახლა აუცილებლად უნდა შევირბინო აბანოში, ვიბანაო, მერე დავწვე, დავიძინო და ხვალ უკვე რთული დღე მელოდება. ნახოთ რას ვიზავთ. მაკდონალდსში თუ არა სხვაგანაც ვცდი ღამის სმენაში მუშაობას. და მჯერა რომ იმას, რასაც გულით ვინატრებ და რაშიც ძალიან დიდ შრომას, ენერგიას და ძალისხმევას ჩავდებ, აუცილებლად ყველაფერი გამომიღო. ანალოგიურად ყველას გისურვებთ წარმატებებს. ხო, ძალიან რაღაცნაირად ვარ რა. აი ვერ გავიგე რა მჭირს. მართლა მშვიდად ვარ, გემრიელად ვარ, დასვენებული ვარ, მაგრამ რაღაც მინდა რო გავაკეთო და არ ვიცი რა. თარიმდენი ვიკოტრიალე არც დამეძინება აწი. მით უმეტეს აბანოში რო შევალ მერე გამომაფხიზლებს აბანო. ხო და მინდა და არ ვიცი რა მინდა. წავედი. წარმატებებს გისურვებ ყველას. კომენტარებში ვტოვებ ლინკს დონაციის და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ჩაბირიცხოთ თქვენთვის სასურველი ოდენობის თანხა, თქვენთვის სასურველი წარწერით. უღრმესი მადლობელი დაგჩებით და დამეხმარებით ძალიან ბევრ რამეში. ასე რომ, აბა თქვენიცით.